შენ ეს ხე მე მუშტიკრებში მომიგებ? აი, რა ვიცი. ეხლა ეს ფორმაშიო შენ კი არა, ბიჭო, მაიკ ტაისონი მომიყვანე, გაახდევინე ფერჭიკები შიშვეხელებზე შემოვუშვი, ბიჭო, ის რას გიზაო. ანუ ზოგს კიდე რა, ანუ კამერების იქით ეხლა, კამერებში ვაფშე სხვა ტიპი ჩანხარ და მე ვიცი რომ პირადად გისნურა და ვაფშე ხარ ეგეთი ტიპი ეხლა აქ როგორც მიდგეხარ. მე ერთი კვირა მაინც სამოწყობო შეიძლება იწვე. ნახოთ, აბა რა შეგიძლია გამოიშტება მე დაგასპონსორებ მე. რა შეგიძლია გამოიშტება ყველაფერი ნიგზე. აი ამ ჩხუბის მე აი ხელით რო დაშაგრავ. შეიძლება შემეწოდო მე. აი ხელით რო დაშაგრავ, მე შეიძლება დიდი საკვამე ვარსკვლავში გადავიდე და იგიც ეკვა და მაგარი დუხი გავს. დაპირისპირება, რომელიც ხმაურს უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში აიწვევს. ნიკა ბოიკა ბოკელავაძისა და გიორგი ფაციას ბრძოლას გულშემატკივრები სულ მოუთქმელადელიან. ნიკა ბოკელავაძემ ერთ წელში თავი ყველას გამორჩეული პერსონაჟითა და დაუვიწყარი ბრძოლებით დაამახსოვრა. გიორგი ფაცია კი ის ადამიანია, რომელიც გამოწვევებს არ უშინდება. 31 მაისს. ბრძოლა, რომელიც ყველას დიდი ხნის მანძილზე ემახსოვრება. აბა, მუჭოვრეკ, ფაცო, სალამი. აბა, როგორ ემზადები მოყევი? მე ძალიან გიჟურად, თუ შეხედავდი, ყოველდღე ვარჯიშებში ვარ და ისე მემზადები, რომ შანსებს აღარ გიტოვებ. ძალიან კაი ეგეთი ამბიციები. რაღაც პანიკებს შევხედე და რაღაცა ძალიან შორ დისტანციაზე შეხულობ და შეხوار დაგავიწა რაზე ვარ შეპირებული. ეგრევე პირველივე ნაბიჯი შუაშიო და. აი გამორიცხა. ეგ არ მარბენინო ეხა არ დამიწოს ეს ზედეონა. ისედაც პატარა რინგია, როგორც კი დაიწყება ეგრევე. ეგრევე შუაში. დაჟე არ თვითონ კლინჩის არა. ეგრევე შავი კეტო და წავიდა ვიშე. კლინჩი კი არა მე იმას ვფიქრობ, უცებ ზახვაძე არ შემოხვიდე თუ. არა, ჭიდავა გამო. ჭიდავაში ხო გეჭიდავე. შუაში ხო შემოხვიდე. ჭიდავაში გეჭიდავე და კი ნახე რომ რაც მოხდა იქ დარბაზში. ეხა ნახე შენ გამაში რა მოხდება? აი ეგ აკრას მენა ამათ გამასალეგედები ხო ესე დავაძინე ერთი დამჩი და შენ წო დაგაწყობ მე წამოწები სიგარიან ფოტონა დავბიჭო რომ გამახორში გავაკრე შემოსასრულშივე რა და ეს უკან მექნება შენი გათიშურის სახე რაშასი და ბიჭების ესე რა ჩამწკრივებული და შენ იმენა კაიდიდად ესე წამოწორი რო ხარ აბა მაგრამ რავი მე მგონია რომ ჩემნაირი მაინც არ შეგვედრია შენ მაგიტო ვარჩობ ყოველდღე მაგას ეხლა მე დებილივით არ ვიძახე რომ ხა შევარეგლები გავთიშავ ვიცი სწრაფი ხარ ჯანზე ხარ რაღაცა მაგრამ იმდის ვარჯიშობ რომ მაინც ეგრევე მიდე კაკა მე ხა ისეთ ბიჭებზე გაქვს მონაგები რომ ანუ მაგრა გაფასებ რა ანუ აი ძალიან მაგარი მოჭუბარი ხარ ეგრევე არ ხდება რომ ეგეთ ბიჭებს მოუგო 1 2 შეიძლება 1 გაგივარდეს 2 გაგივარდეს სამი 4 ჭუბი 5 ჭუბი რაც ჭუბი რავი ანუ მართლა საუბო რა ვიცი ანუ თუ მეგონა ადრე რომ თავისუფლად და რაღაცა ეგრე აღარ მგონია უკვე ანუ ან პროსო ვისიამონებ რა მე ამით კაიფობ რა ზოგი არის მაგალითად მოსაწევით კაიფობ ზოგი დალევით კაიფობ გათიშვით უნდა ეკაიფო ზოგადად არის კაიფობ ჩხუბით კაიფობ აი ერთ გამოსულ მომზადებით კაიფობ ჩხუბის მე საკაიფებ რომ გადაიტანო ეს ყურადღება და ნერვობა აი ეს რა ჩხუბის მომზადების პროცესი ასვლა რინგზე და ეს მომენტი რა კემპი მომზადების რა ზოგი მაგალითად ასალევით კაიფობ ზოგი მოსაწევით და მე ეს რასვეთი კაიფებ ხა 30 აი მაგით კაიფებ ის ჩხუბით კაიფებ ეხა პროსტო ამის სახის დააკვირდით ეხა ვინც აქ ხართ რინგში 30-ში ამოვა როგორი გაუფრენებული შეშინებული სახით ამოვა აი ეგ ნახოთ მანდრაჟი დაგეწყება გამაში შემოსვლისთანავე რო წარმოვიდგე რომ აი მე აწუჩი ბოიკასთან ეგზე უნდა ვიდეო მან თუ ჩაიკეცები შენ პირველ რაუნდში შეება დატყმის გარეშე შენთან დავარდე შეიძლება აი გაქნა აუჩი დუხით შემოვიდა მაგრამ ერთი რაუნდი მაინც გამიძები შენ აი ერთადერთი აი თუ დუხი აი დუხიშის ჩემზე მაგარი ვერ ახარ ვერაფერში ვერ ახარ შენ ხარ ერთადერთი შეგიძლია ასე ილაპარაკო ერთადერთი შეგიძლია გეტყვი ხა ტექნიკით ისინი მაგარი ვერ ახარ მე ჩემ დუხს მე დუხით მოვიდი ყველა ჩემი ჩხუბი თორე ტექნიკურ ჩემზე ყველა ჩემი მოწამლე ჩემზე პირველ ტექნიკური იყო და ჩემზე პირველ გამოსტილი მაგრამ მე ჩემი დუხით და ჩემი ჟირკით მოვიდი ყველა ეგ მეცმა ჩემ დუხს და ჟირკს სარკე გამოსტილებას დაემატა უკვე მაგარი ჯანის დაემატა სისწრაფეს და კარდიოს დავამატა ეხა ყველაფერი ერთად რო შევკალი ეხა არის იმედი გაკ საქმე დავამტკიცო საქმე და ყველაფერი 29 წელს არ მოგაბარებ მაგრამ ვიცი რომ კაი ჩხუბი ვექნება რა ანუ მე მინა გიჟული გიჟული აი მე გასვლებში იმენა ვიჩეხავ სულ ვიცი ეხა ეგრევე არ წამოწვე რინგზე იმედია და 1-3 რაუნდი ვიჩუბოთ. შენ არ წამომიწვე ეგ თორე. პირველი რაუნდი თუ გამიძე, მეორეში თუ გადავართ, მეორე რაუნდში შემოსვლას ტაშთან იქ და ვიცი დავიწყებ შუბს. და შეიძლება ცოტა ხანი მე აღარ გეჩეხავ ესე დავიწყო რაღაცები ცოტა გაცადო თორე. პირველ რაუნდში თუ გამიძე, თან მით უმეტეს თუ ეგრევე შუაში შემოხვიდე და მეჩეხავ, საღო შენ. არა, იმენა სულ აი სანამ შენი მე გაკაჩავი. ეგ გვერდზე გასულ ხარ, უნდა ციცილით უნდა ქცევო მე მთელი 3 რაუნდი ისო. არა, იმენა მინდა შენივე სპორტში დაგჩაგრო რა. აი შენ ხო გონია რაღაცა და იმენა შენივე იმაში დაგჩაგრო რა ვიცი.
ჭიდაობაში ხო გითხარი აწამის წაგაქსო მეთქი ზაგაქსი იახსოვს ეხა ამაში ყველას გონია რომ რაღაც ხელი არ ვიცი მოჭიდა ვერ ხან მიყავი ხელი ჩხუბი არ ვიცი და რაღაცა გონია მაგრამ ანუ მაგაში ზაგიმწისო რომ მაგარი ვარ ხელი ჩხუბი შეიძლება იცოდი მაგრამ შენი ტექნიკა ის ნახევარსაც ვერ გამოიყენებ ჩემ ტექნიკას არის ხო სხვა საჩხუბია შენ ვაფშე სხვანაირი მოჭუბარი ხარ რა მე უდგომელი ხარ მაგრამ ზოგადად მეც ანუ ზოგადად როა მოდიოდნენ რა დარბაზში ბიჭები მაგალითად დაიასე შენსავი ჯანზე და რაღაცა იყო აი პირველ რიგში მე მიშვებდნენ რა მე ვაფუჭებდი მაგით სულ თორე აი ვის კაი ბოქსი ხო და რაღაცა აი მაგ ბოქსიორებმა უჭირდა შენაირთან ჩხუბი სულ აი მე მაგალითად პირიქით ანუ მიადვილდება რა ანუ იმიტომ რომ ანუ ქუჩაში ზეურჯერ მიჩხუბია და ან ჩემია რა ეგეც აი შენ მაგ გონიო რაღაცით შეგენია მომიგო აი შენ ეს ხე მე მუშტიკრებში მომიგებ აი რა ვიცი ეხლა ეს ფორმაშიო შენ კი არა ბიჭო მაიკ ტაისონი მომიყვანე გაახდევინე ფერჭიკები შიშვიხელებზე შემოუშვი ბიჭო ის ის გიზაო ეგეთი ის როგორ სულ დაგავიწყე ამ სპორტს იცი აი ეგეთი ეგ გაქვს მარტო პლუსი მეტი ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ სენსაციიდან მე გამოსახელი დავიმკვიდრე კაკრას მაისში იყო ეხაც მაისშია როგორც წინა მებრძოლებს დაუმთავრე კარიერა ისე დაგიმთავრებ შენ ეხა 30 მაისს საერთოდ რა ვიცი აი მომწონს ასეთი შემართები რო ხარ რომ მართლა გიჟური იმენა გიჟური ვეღარ ვითმენ თან დავიღარე ამდენი ვარჯით ნეტა ხვარიან ან დღესვე იყოს ვარჯი ჩხუბი ნეტა დღესვე ან ხვარი იყოს იმენა აი მეც ეგრე მინდა ისე დამღალა ხა ჩხუბმა აი ჩხუბის მერე მაგრამ უნდა ვიგულავ მეც ეხა ვეგულავ მაინც მე ერთი კვირა მაინც სამოწყופო შეიძლება იწვე ნახო და რა შეგიძლია გამოჩნდება მე დაგასპონსორებ მე რა შეგიძლია გამოჩნდება ყველაფერი ნიგზე ანუ ზოგს კიდე რა ანუ კამერების იქით ეხა კამერებში ვაფშე სხვა ტიპი ჩანხარა და მე ვიცი რომ პირადად გისნო რა და ვაფშე ხარ ეგეთი ტიპი ეხა აქ როგორც მიდგე ხარ რა და ანუ ძალიან კაი ბიჭი ხარ კაი ოჯახი წავს და ბევრ სიკეთესაც აკეთებ რა და ეს სიკეთეს მოდი ხალხსაც რო გადავცეთ მინდა და მე მინდა პროსო მაზიანი გავაკეთოთ შენ რასაც აკეთებდი აქამდე ეგ რო სახალხოდ გააკეთო რა ეხა შენ თუ წააგე მე ვწდავგე იმ თანხიდან შემოსული ფულიდან რაღაც თანხა გადავდოთ და ბავშვთა სახლში მივიდე და დავეხმაროთ მე და შენ ერთად რა. ბაზარი არა მე კამერების იქით დაწვა. ყველა მოგებული თანხიდან. მე ვიცი და ბევრი ხარ გონია. მოქმედებას ვაწვევინა. მე ორ ნახევარ ზონაზე ვიცი. ეგ ყველაფერი ვიცი. ბაზარი კამერების წინას და ეგ რაღაცა რო ხალხსაც რო უფრო სხვა დამოკიდებულება ქონდა შენ ზა ეხა მართლა არ ხარ ესეთი ბიჭი ეხა აქ რო ხარ ეგეთი არა ხარ რა მის უკან ძალიან მაგარი კაი ბიჭი ხარ და ეხა კამერებში დავნიზავდით მაგრამ მე წავაგებ მოვიგებ მაინც გავაკეთებ მაგას ბაზარი არა. ჩვენ გავაკეთოთ ერთად და რა ვიცი შემოსული თანხიდან მეც დავდები შენს დადებ და მივიდეთ ბავშვთასაც ვაშასაცი და დავეხმაროთ. ყველაზე კარგი სინო, მაგრამ რინგზე მაინც ჩხუბი არ აქცდება, ეხლა რა ვიცი, რინგია, რინგზე ერთმანეთი არ დავინდოთ, ნეტა დღესვე იყოს მე кайფები. ერთმანეთი არ დავინდოთ, იმენა მაგარი სანახაობავად ჩუხოთ, ჩვენც ვისიამოვნოთ მაგ ჩხუბით, ვაშიათ სურად, რა ვიცი, ანუ მე რავი აი პირადად აი საჯებს ხო ყველას რომ რაც არ უნდა რაღაცნაირად მომხდეს დარტყმა და რაღაცა აი ვერ ვიყო და რაღაცა იმენა ეგ ჩხუბი არ უნდა გამაჩეროთ, თორე შეიძლება აი ვინც გამაჩეროს მაგ ჩხუბში სანამ ფეხზე იმენა თუ არ დავეცი და არ მოყვდი იქამდე უნდა ვიჩხუბო რა რაც არ უნდა ნოკდაუნში და რაღაცა ვიყო აი საჯ აი თუ ნახე რომ მე შენ თუ რა გაჩერებს არ გაკეთებ რაღაცა აი იმენა ეგ არ უნდა იყოს რა ეგრევე დაუშვებ საჯი ვინც არ უნდა იყოს მან რა აი იმენა უნდა იყოს ბოლომდე მე სანამ გიორდ ვიზემ თუ ნახე მე არ უნდა ჩასთან მაგ გარდატყმა გავატარე ო შეიძლება დარტყმა აი დარტყმა და ძალიან ვაღიარებ აი ყველაზე ხარ აი ხა მე რაღაც დარტყმა და რაღაც გავაწარ თუ იმენა არ გავითიშე ძირ და ვერ დავდივარ აი იქამდე საჯმა არ უნდა გამაჩეროს ჩხუბი რა იმენა ბოლომდე უნდა ვიჩხუბო თორე აი რა ვიცი აი ვინც გამაჩერებს მაგ ჩხუბს შეიძლება რა ვიცი აი იმენა იქვე რაც შემეძლება ის შეიძლება ვესროლო მაგრამ ნუღერა თუ საჯებო ისე გავთიშავ მაინც ვერ ადგება რა აი ბოლომდე ჩხუბი უნდა იყოს რა ვისი ამოვნო ჩხუბი მე მაგალითად მაგის ამოვნო ჩემი кайფი ეგაა ყველაზე დიდი რა ჩემი ჩხუბი აი ეს მომზადების პროცესი ზოგისთვის სხვა რაღაცებია ჩემთვის ეგაა ყველაზე დიდი кайფი რა აი და შენ თუ ეგეთი დარწმუნებული ხარ მომიგებ შიშველ მუშტებს რატო არ მეჩხუბები აი მაგი მინდა ვთქვა ეხა შიშველ მუშტებზე არც მაგაში მაგ პრობლემა რო ვიჩხუბებ და რაღაცა მაგრამ მე ვაპირებ ანუ ზოგადად 8 თვე დამჩა აი ორგანიზაციებში ვჩხუბობდი აქამდე უბრალოდ არ ჩანდი მადლობა გამას რომ აი ასეთი შესაძლებლობა მომცა და აქ უფრო ხალხმა გამისწონდა რაღაცა თორე ძალიან მაგარ ორგანიზაციებში ვჩხუბობდი და ანუ არ მინდა რომ სპორტში რამე ხელი ვიტკინო ან ტრამა მაგალითად გრიზლისთან ჩხუბის დროს აი 1-2-3 თვე ვერ ვარჯიშობდი რა ისეთი ზიანი მივიღე ხელზე და ეხლა წარმოგენია შიშველ ხელებზე რამხელა ზიანს მივიღე და მე ვიყურები ხვალ და ზეგას რა ანუ ხვალინელ დღეზე და მე მინდა ამის მერე ამ ჩხუბის მერე ჩემ სპორტში ბრძოლაწესების გარეშეში გავაგზავნო ჩხუბი და უფრო სხვა იმას საქართველოს გავსწრე რა და მაგიტომ ეგეგმები მაქვს თორე არც მაგაზე მაქვს პრობლემა ჩხუბზე რა ვიცი ტრამვებზე რო ლაპარაკობ ტრამვების სტატისტიკა გამაში თუ შეხედე მაინც 10-იან ერთია შიშველ ხელზე და კენტუსზე კიდე 10-5 უფრო ტრამურია
და მოდი შიშვეხერზე ვიჩხუბოთ და ჩემი ჰონორის ნახევარსაც შენ გირიცხო. მოდი მაშინ ასე რადგან მეუბნები მე და შენ ვიჩხუბოთ MMA თუ გინდა შიშველი ხელები და გინდა ჩუსტებით ვიჩხუბოთ. შევიდეთ გითხარ მე მუშტიკების მე. როგორც აი რაშა შევყიდო გეჩხუბები ისე შენს გეჩხუბები მაგას არაცდები. ხო და მოდი ვიჩხუბოთ გინდა მუშტიკები და რას თანხა მაგ აი თუ მაგალითად 2 წუთში მე შენ ვერ დაგაფენიშე რას თანხა მაგ მაგასაც შენ მოგცემ თუ ეგრე გაინტერესო მე ჩემთვის ფული და ის არა რა. მე დაგაფენიშე 2 წუთში იმ შენ ჰონორს შენ დამატე და ისე ორმაგი მომიწინა. ვიჭიდავე ჩვენ ერთად რა. ჭიდაობა სხვა MMA სხვა შენ მოხრედ გაგტიშო ფეხით და დაგიქნიო რა სარტოთი გაგტიშო. მოდი ბაზარი არა MMA-ზე. ხელი ჩავარტყათ ვიჩხუბოთ და ეხლა შიშვეხერებს ვიჩხუბოთ 30-ში. გინდა? რავი, ერდა იგივე ეს შიშველი და კენტუსებითაც. აი ცოტა შეგეუბნები რამე დიდი განზრახება და დიდი რაზეცა მაგას არ არის. და შენ იმაზე ფიქრობ თამ არ მიიღო ძორებზე თუ რაზე. და გავიზიანებთ ორივე თავს ყვილად რა ხო ხდები ანუ რა არაფერი განსხვავება არა მაგით. ხო ისა ჩემი აზრით სპორტიც არა ეგ. მაშინ ავდგე და ქუჩაში ვიჩხუბოთ ხო ხდები რა ანუ ესა სპორტი არა უკვე რა მე სპორტად არ ვთვლი ხო ხდები ანუ შიშველი ხელებით არასოდეს არც ვიჩხუბია რა. ეხა ქუჩა ხო არა ხო შიშველი ხელებით ვიჩხუბო და ვითომეტეს შენთან რა ვიცი ანუ ვინმე ქართველი რო არ იყოს და სხვა იყოს კიდე მესმის რა და მე შენთან არანაირი ინტერესი არ მაქვს სპორტის გარდა მიხვდი ანუ სპორტის გარდა მე შენთან რაც აუნა იყოს სულ ვიზმაკაცებ და სულ შენ გვერდში ვიქნები და ეხა სხვა ინტერესები რომ მქონდეს და სხვანაირად რო ვიყო შიშველი ხელებით გეჩხუბოდი მაგრამ არ მაქვს შენ მიმართ ეს აგრესია რა მე მაქვს პროსტო ერთადერთი სპორტული ინტერესი შენთან ორი დანარჩენი მე შენთან აგრესია არ მაქვს რაღაცა რო სხვანაირად იყოს აი მე მაშინ გეჩხუბოდი შიშველი ხელებით რა იმიტომ რომ როგორც ანუ ქუჩაში ვიქცევი ეგრე მოვიქცეოდი აქაც მაგრამ არ ვიქცევი ეგრე მე მინდა შენთან ჩისტა სპორტულად ხო ხდები რომ რაღაც აგრესია და რაღაც არ მოყვეს ჩვენ შორის აი ამას ვიჩხუბებთ 6 წუთი რა ხერა პასუხი წინასწრეცად უნდა შემეკითხა ამას ის თუ 6 ვიჩხუბებთ და მე შავეხუტებით ერთმანეთს ბაზარიანა მე ისეთი მოქნება მაგრამ კენტუსით მოხდება თუ ბოქსის ერთმანეთ თუ მუშტით მაინც დაგსოვდა იყოს კაი კენტუსებით მაგრამ MMA-ს რაღაცა ყური მოკრეს შევხრებითაც გეჩხუბებიო. ბიჭო, MMA ანუ რა ანუ MMA-ს ჩაგეჭიდაების მაგ ვაფშე არც აგაყინებ ეს ხო და არც ვიჩხუბებ ხელით, მიხვდი ანუ MMA რო იყოს, აი რაზე გეჩხუბო ხელით, აი რო ვიცი რომ 100% ჭიდაობაში მაგარი ვარ, რა ხერს ვაფშე არ გამოვიყენებ და გეჭიდაები რა, ეგრევე ჩაგიყვან, ხვდები. აი ახლა მუშტიკრიშო დაგამარცხებ ჩემს სპორტში, შენ სპორტშიც საკე გერეპერინგში შეგეჯიბრები და საკე MMA-ში. თავდაჯერებული იყავი და რომ მოყვედი 10 წამში ვერ წამახსევა და 5 წამში და 4 წამში ვარდებოდი კინახი. და ეგრე დავწუნე 4 წამშია წამის ნახევარში ბიჭო აი ხე მუშტიკრიშო გაგტიშავ შენ სპორტში გადმოდივარ აი MMA-ში აი ეს უნდა მოგახჭო არ მუშტით არ გაგტიშავ რომ ბრატო ჭიდობა მაგრე ვიცო MMA-ში შენ თუ არ მოგახჭო და სამბი შენი და განფინიშო აი მაგას განახე აი ეგ საქმე დამამტვიცოთ ყველაფერი ბაზარიანა ყველაფერი საქმე მე ხარ ვიტყვი უბრალოდ ერთადერთი ის მაგრამ უბრალოდ ვისი ამონო ატარ დარბაში MMA-ს აღარ გეჩხუბები აი მუშტიკრიშო აქ გაგტიშავ და მე ტენაშიანს არ მით 1000-ობით ხალხის წინ უნდა მოგახჭო აი სამბი შენი მაგრამ ამ ჩხუბის მე რა მგონია შევაფშე სადმე მეჩხუბო რა აი ამ ჩხუბის მე აი ხელით რო დაშაგრავ შევა შემეცოდო მე აი ხელით რო დაშაგრავ მე შეიძლება დიდი სეკვავე ვარსკვლავში გადავიდე და იგიც ეკვა და მაგარი დუხი გაქვს გამა შეიძლება ჩატოვი მიდი უფრო გამობრაზდა იქნება საიქიუში გადაშავდა ტრამატოლოგიაში არ გაიგუძო შეიძლება რაღაცა აშინა და რაღაცა მე ეხა ისე მაგ განვითარებული ყველაფერი მაგრამ რა მე შენ ლაპარაკი და მე შენ ვერ გამაკვირე ერთადერთი საქმე გამვითარებული შეშორ გაქ ესე ვერაპარაკები ეს საქმე რო გამაკვირე თორე მეტი ვერაფერი საქმე ისე გავაკვირებ ვერ დაიჯერე აი მაგას ველოდები ზუსტად მე ეს რა აი რაც ამ აღარ ვიცი მოსდათი როდის მოვა გატეხავ ერთბუდე კვერს ეგრე ზე შეიყურებით დავიწყებ გაგიხეთ გაურივეს აი შევხვდებით ერთმანეთს 30-ში ვისი ამონებ ჩხუბით ეგ ვიცი რომ ანუ ეს არ გეგონოს რომ ვიღაცას ადნის მოხსენ რაღაცა ისი ამონებ შენ კიდე რა იმენა ვაშკასური ჩხუბი ეგ არ მეუნებოდნენ მაგრამ პირველი რაუნდში წვებოდნენ აი მეც აი ეგა რომ მაგით გაფასებ შენ რა რაც ილაპარაკე ყველაფერი ახტა აი ჩვენში მაგას ვერ ვიტყვი ეხა ვისთანაც არ უნდა ძალსლავასთანაც ვერ იჩხუბე ძალიან მაგრა იჩხუბე და შენ ეგ ჩხუბს არ ვთვლი რომ წააგე და რაღაცა იმენა მაგიტომ გაფასებ და მაგიტომაც მინდა შენთან ჩხუბი რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბიჭი ხარ, ეხა ვიღაცებს თუ გონია რომ არ ხარ და რაღაცა, აი შენთან არის ბევრი რთული ჩხუბი, ვიდრე ვიღაცა ბოქსიორ შეხვდე და რაღაცა შეხვდე რა. შენთან ბევრად რთული საჩხუბია რა, ხო ხტები ანუ. და მაგიტომ კარგია რა, ანუ ვიჩხუბებთ რა. მე შენერი სტილის მოჩხუბარი ვარ, შენ ჩემნაირი და ანუ ძალიან კაი ჩხუბი იქნება ჩემი. მე თუ შენ თუ შიშველ მუშტებზე დამითმე, მე მაგალითად წონაში დაგითმე და არ მაქვს იმის შეზღუდვა რომ თუ გინდა 100 გამოდი და თუ გინდა 115 გამოდი და პროსტო მაინტერესებს რა რამდენი კილო ხარ რა. მაგ დავუშვი ძალიან დიდი შეცდომა, იმიტომ რომ ეხა მე წონის კრება არ მიწევს. და გაორმაგებულ ჯანზე ვარ ეხა. ხო და ეხა ტრის ჩემი მოქონია. ფიზიკურად გეტყობა მართლა რა ვიცი. მაგრამ ძალიანაც არ ვიმატებ, რომ სისწრაფე არ დავკარგო. 100 კილოს არ ავწდები. სანამ ბოდიბილდერ რო ვარ გინდა რა ვიცი ისე კუნთებში ხან. არა, გამოშეს მივასებ ხერებს რომ მიწევინა ჩემი მოგებულს. ისე კუნთებში ხარ რა ვიცი, გამოგივა ეგეც ჩემი აზრით. უნივერსალური სპორტსმენი ვარ, ყველაფერი გამოდის. მე მაგალითად ვარ 1.90
8 კილო ასე და შუბზე ამოვარ 86 ალბათ ერთ ფორმაში. რა 86 წამოვიდა. სამი და პატიჟო ცოტა მოიმატე, რინგიდან გადამივარდე რა 86. აი ეგა, ყველას ეგრე ეგონა და ყველას ეგრე ეგონა სულ რამდენიც ვიჩხუბი აქამდე, ყველას ეგონა თუ მე მოჭიდავი ვარ, მაგიტომ ყველა დამჩაგრავდა ხელით, მაგრამ ორივე ჩხუბი, ორივე მოვიგე. ბოქსიორთანაც მოვიგე, 140 კილოსანაც მოვიგე. მაგრამ მე მაგაზე პირველად გამოსტილებსაც მოვუგე. აი მაგაში ეთანხმები და მაგას გადახედო ხუჯე მაგას კი, მე საი მაგას ვიზახი რომ ყველა რაღაცნაირად თუ გიყურებს, მე მგიყურებ ვაფშე. მაგრამ კრეზიმ კიდე რაღაცა შენ ვერ გაგიმეტა და მაგიტომ მოიგე მე თუ მკითხავ და მე ბოლომდე გაგიმეტებ რინგზე. რინგის მერე ბაზარი არა ერთადაც დავდოთ მაგრამ მე ორი კვირა ვიწექის არ გამიმეტა ორი კვირა საყოველთაო შევიდა. მე ერთს რომ მოგარტყავ არ გავჩერდები. 2 3 4 პახ ბა სამ არ გაითიშები არ გავჩერდები თქო. აი ისე ჩხუბი იქნება, აი ჩხუბი იქნება. დავაი ჯგირო. ამაზე